ქართული ლიტერატურა შეიძლება იმხელა არ არის ამხელაც ფრანგული, ან ინგლისური, ან გერმანული, მაგრამ მას აქვს თავისი ძალიან ლამაზი მუღამები. რა არის მან აი პრინციპულად უცნაურად და არასდროს გაგებული. ანუ აზროვნების პრობლემაა და არაცოდნის. ამ ინფორმაციას რო უკვე აჯამებ, რა მთელი ისტორიაა იქ მოყოლილი. გაიგე? ყველა, ოღონდ ესე იქნება ხელოვნება, ესე იქნება ლიტერატურა. თავის სიძეს ეუბნება ესეთ ფრაზას მე არ მჯერა ადამიანის, რომელსაც ამერიკული კოსტუმი აცვია, ამერიკული კალმით წერს და ამერიკას აგინებს. სვანებს გვაქვს ეგეთი კერძი ზისხოვრა. მე აი კულტურული შოკი მივიღე ამის მომზადების რეცეპტი სადან მოგვიწი საკითხული? უდისიაში. ყველაფრის გადაყრა მოგვიწევს. დაწვა. თუ გვინდა რომ ვიპოვოთ ტექსტები, რომელშიც ევროპული გამოცდილება არ იქნება. ვიღაცამ რომ კრილოვიდან ისწავლოს იგავარაკების წერა, კრილოვმა ლაფონტენისგან ისწავლა, ლაფონტენი ეზოპესთან მივიდა, ანუ მაინც აქ მოდიხარ. ქიმია რო ვისწავლოთ, მარტო ქართველი ქიმიკოსებით ხომ მაგარი იქნება? არა, არ გამოვა. რატო სწავლობდით ხევისბერ გოჩას? თუ ის ალექსანდრე ყაზბეგის საუკეთესო მოთხრობა არ არის? მე ვიცი პასუხი. იმიტომ რომ ეს თითქმის ერთადერთი ტექსტია, რომელშიც ალექსანდრე ყაზბეგი რუსებს არ აგინებს. გამარჯობა მეგობრებო, ეთერშია გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგყვებით YouTube-ზე, სოციალებში, Facebook-ზე, TikTok-ზე. დღეს გადაცემის სტუმარი იქნება თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი ზაალ ჩხეიძე. გამარჯობა ზაალ. გამარჯობა. მადლობა რომ გვეწვიეთ. იმედია საინტერესო საუბარი გამოვა. დღეს ცოტა უჩვეულო ადგილიდან გვიწევს ჩაწერა, ეს თქო საველე პირობებში, იმიტომ რომ შუქი არა გვაქვს. ვის უნდა უკვეთოს 21 საუკუნეში შუქი და ასფალტი, მაგრამ ხდება ხოლმე. კარგი, ზაალ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასე პირადად ერთმანეთს არ ვიცნობთ, ბუნებრივია ყველა გადაცემის მომზადები და თქო თქვენი ინტერვიუები ვნახე და რავი, ხა ჩემს ყველაზე საინტერესო მე უფრო იმიჯი კი მაქვს, შეიძლება ადამიანს რომელიც ბევრს კითხულობს, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო 4 წლის განმავლობაში ფენტეზის გარდა არაფერი წამიკითხავს და ისიც სულ რამდენიმე წიგნი რა, ხდება ხოლმე ეგეც ალბათ ცხოვრების ნაწილია. მაგრამ აი თქვენ აშკარად ის ადამიანი ჩანხართ ყოველ შემთხვევაში, რომელსაც ძალიან მიყვარს ლიტერატურა. ხო, კითხულობს ამით იღებს სიამოვნებას. მე ერთი ინტერვიუდან რაც შემხვდა ესე დამამახსოვრდა კარგად, რომ აი 20 ნაწარმოებს ჩამოვთვლიო, რომელიც აი ქართველ მკითხველს ვერ გაუგია სწორად. და ყველაზე მეტად მე რაც ამ ნაწარმოებებში მახსენდება, ეგ თქვენ აღნიშნეთ თუ არა არ მახსოვს, უბრალოდ მე რომ გამაკეთებინო რაღაც სია ნაწარმოებები, რომლებიც მკითხველს ან ვერ გაუგია სწორად, ან ხშირად პოლიტიკური კონიუნქტურის გადამკიდე აი პირდაპირ ვთქვათ ატენიან არასწორად, ეს არის ვაჟა. რა? ანუ ამაზე მეტად ჩემს ყოველშაბათში ამაზე მეტად რომ ვინმეს აი ლიტერატურული საქმიანობა დაემახინჯებინოთ, ეგეთი ბევრი არ მახსენდება. რა? მაგრამ თქვენი ხედვა იქნება საინტერესო ვაჟადან ხო აიღო ეს სტუმარ მასპინძელი არის გადებული აქვს ფეხქვეშ, რასაც ქვია ჩამოვიდა გავრილოვის სტუმარ მასპინძელი. მე ჩამოვა ვიღაცა ევროპელი და იმ დროს სტუმარ მასპინძელის თვალზე არ ახსოვს, მაგრამ აი თქვენს რომელია ეგეთი ლიტერატურული ნაწარმოებები. რა? როგორც რა ვიცი, ბევრია ძალიან, რომელიც პირიქით გაიგება. ანუ ამ ერთგვარ უყურმართობას იწვევს საზოგადო, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, საზოგადო იმ ადამიანებში, ვინც წიგნებს კითხულობენ, ან ნაკლებად კითხულობენ, რა მნიშვნელობა აქვს, მათ უმრავლესობას ძალიან ნაკლებად აქვს ევროპული ლიტერატურის კითხვის გამოცდილება. და ქართულ ლიტერატურას კითხულობენ კონტექსტიდან მთლიანად ამოგლეჯილად. ეს საბჭოთა კითხვის მეთოდია, ერთგვარი, ეგრეთ წოდებული, რომელიც გულისხმობს, რომ იმ გეოგრაფიულ სივრცეში შექმნილი ტექსტები, ეს ეხლა რუსეთში შეიძლება ნაკლებად ეხებოდა, მაგრამ ჩვენ აშკარად გვეხებოდა, რომელსაც მოიცავდა საბჭოთა კავშირი, უნდა გაგებულიყო ყოველ შემთხვევაში მკითხველის მხრიდან, პროფესიონალებზე
შეიძლება ნაკლებად იყოს ამ შემთხვევაში საუბარი, გაგებული უნდა ყოფილიყო წერტილოვნად და არა ჯაჭვური აზროვნების პრინციპით. ანუ მათი კავშირი იმ პერიოდის თქვათ ევროპულ აზროვნებასთან, მათი კავშირი იმ სახე-სიმბოლოებთან ან ევროპული ლიტერატურის ტრადიციასთან ნაკლებად იყო ხოლმე გათვალისწინებული. შესაბამისად ეს დამოკიდებულება იწვევდა და იწვევს პრინციპულ აცნენებს ტექსტის შინაარსთან, მის იდეოლოგიასთან, თქვათ, პირობითად თუ იტყვით ავტორის ჩანაფიქრთანაც, თუმცა, რა თქმა უნდა, კარგი ტექსტი აუცილებლად უნდა ცდებოდეს ავტორის ჩანაფიქრს. სხვანაირად უკაცრავ გაგაწყვეტებთ, სხვანაირად ვთქვათ, ანუ ყველა დიდი მწერალი და ლიტერატორი რაღაც სხვა ნაწარმოებების მხრებზე დგას, რაღაც გოლიათების მხრებზე და აი კიდე კონტექსტზე გამახსენდა თქვენ როგორც ვიცი ლიტერატურას სასწავლეთ და სახვით ხელოვნებას და აუცილებლად გეცნობათ იან ვანეიკის არნოლფინის პორტრეტი. არნოლფინის პორტრეტის, ან აი დიურერის შემოქმედება რო ავიღოთ, მისი გაგება მოწყვეტილად და ისე როგორც ნებისმიერ ალბათ დიდი მხატვრის გაგება ესე მოწყვეტილად არის სისულელე, მაგრამ როგორც თქვენ ამას ვაკეთებთ შეუძლებელია უბრალოდ. ხო, მაგრამ ამ საბჭოთა დროს ვაკეთებთ ამას და ეს ტრადიცია, მოდი ბჭყალებში ეს თქვა, სულ ტრადიცია გადმოყვა ახლა, ხო, ამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ან უბრალოდ მთლიან კონტექსტს რო არ ვითვალისწინებთ. კი, და მანდ არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც ჩვენ საზოგადოებაში, მათ შორის არის პროფესიულ საზოგადოებაში არ ლაპარაკობენ. ქართულ საზოგადოებას ვიტყოდი, რომ ერს კითხვის ტრადიცია არ აქვს ადრეული შუა საუკუნეების შემდეგ მოყოლებული. ანუ არავითარი ტრადიცია არ აქვს. როგორ წაიკითხოს ტექსტი, მან უბრალოდ არ იცის. ნუ ბოლო წერა-კითხვის გამოცემების საზოგადოება დაგუჭირდა და ძალიან დიდი ძალის ხმევა, თუნდაც რომ კითხვა მოსულიყო ამ ამდის არის, რომ წერა-კითხვის გამოცემებელი საზოგადოება სინამდვილეში ორიენტირებული იყო იმ ეპოქიდან გამომდინარე, რომელშიც შეიქმნა უბრალოდ მარტივად წაკითხვაზე და წაკითხulis სოციალურ კონტექსტში გააზრებას. თქვენ ახლა არის შინაარსის გააზრება. კულტუროლოგიური წიაღსვლებისთვის არ კეთდებოდა ეს და მაშინ ამას არ ემსახურებოდა ეს უბრალოდ სხვა მიზანი ჰქონდა ამ საქმე. არა, გასაგებია, იქ უბრალოდ იყო რიცხვი უნდა გაგეზარდა და მაგალითად უნდა წაიკითხო შეიძლება. თუ მე-17, მე-18, მე-16, მე-19 საუკუნეში თქვათ, ევროპული, ფრანგული, რა ვიცი, სხვა ნებისმიერი ევროპული ტრადიციული ქვეყნებისთვის ბუნებრივია, რომ იწერება მათ შორის პროფესიული განხილვები, შტაბეჭდილებები, დამოკიდებულებები იქამდე არსებულ ლიტერატურასთან დაკავშირებით, რაც ქმნის კითხვის ტრადიციას, ხო, სინამდვილეში კითხვა ხო ეს ის პროცესი არ არის, რომ მე სახში, აი ჩვენთან რო იციან ხოლმე, რომ ეს ზაფხულში რაც აიკითხოს ბავშვმა. კითხვა გაცილებით სხვა მოცემულობაა, თუ ამას კულტურული თვალსაზრისით შევხედათ. და ჩვენთან მსგავსი არავითარი ტრადიცია არ არსებობს, აბსოლუტურად არავითარი. მე-19 საუკუნის დასაწყისში პირობითად როგორ უნდა წაეკითხათ ვეფხისტყაოსანი, რა უნდა გამოეტანათ ვეფხისტყაოსნიდან, შიგნით რაიმე ბრძნული იყო თუ არა, ან ასე შემდეგ, რა ვიცი, არავინ არ იცოდა. არც იმ ადამიანებმა არ იცოდნენ, ვინც წიგნის კითხვა იცოდა. ხო, ანუ ზუსტად მაგის დაზუსტებამდე ეს კითხვა ტექნიკურ პროცესს არა, რა თქმა უნდა, კულტურულ გააზრებას, თქვა, ცნებების, იმ რაღაცა სიმბოლოების, ლიტერატურული ელემენტების, ხო, იქ არის დროის, სივრცის, რაღაცა რელიგიური ელემენტები, უამრავი სხვა კონტექსტია კი, ხო? და ამისი არავითარი, ანუ ამაზე არავის არასდროს არ უმუშავია, ლაპარაკი არის მე-19 საუკუნის სადღაც 60-იან, 70-იან წლებამდე, არავის არ უმუშავია. ხალხი შვებოდა იმას, რასაც შვებოდა და როგორ შვებოდა, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია. და ის ცოდნაც კი, რომელიც იყო ძალიან ვიწრო საზოგადოების ძალიან ვიწრო ჯგუფისათვის და გავრცელებას აბსოლუტურად არ ექვემდებარებოდა. და ჩვენ ახლა როცა ვლაპარაკობთ, რომ იცი რა 150 წელიწადია უკვე რომ ტექსტები ზოგიერთი ბევრი სპეციფიკურად ესმის ქართულ მკითხველს, ხო, ეს მათ შორის გარდა იმ რაღაცა საბჭოთა უცნაური საბჭოთა აკვიატებისა, მათ შორის გულისხმობს იმასაც, რომ ეს ტრადიცია არ არსებობს. აი მე-20 საუკუნის დასაწყისში არის ესეთი ცნობილი მოგუნება, ხო, მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც
გრიგოლ რობაკიძე დაბრუნდა გერმანიიდან და ვაჟა-ფშაველაძე აი რადგან ვაჟა-ფშაველა ახსენეთ თქვენ ვაჟა-ფშაველაძე წაიკითხა ლექცია აკაკი წერეთელი იყო უკიდურესად გაკვირვებული ეს ცნობილი ლექცია თეატრში ჩატარდა და ასე შემდეგ და იყო უკიდურესად გაკვირვებული იმიტომ რომ აქამდე მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო თქვათ კულტურული მიმართება ლიტერატურასთან ქართულ საზოგადოებას ამის გამოცდილება არ ჰქონდა. Სინამდვილეში ეს ყველაფერი იწყება 1902 თუ 1904 წელს. იქამდე იწყება ცალკეული ადამიანებისთვის და არავითარ შემთხვევაში საჯაროდ. კი ბატონო, მაგრამ თქვენ სამთხე ვეფხის ტყავს სანი მე ეხა მართალი გითხრათ ამჟამად როგორ ისწავლება სკოლაში არ ვიცი. მე მახსოვს მე 4-ი დამაზე პირებინეს ვეფხის ტყავსნის რა, ანუ რაც მე როცა სწავლობდი სკოლაში ხდებოდა პრაქტიკულად პოეზიას გაძულებდნენ რა, იმიტომ რომ ეს დაზეპირება, დაზუთხვის სახე როცა აქვს ცოტა იყოს დამღლელია, მაგრამ უყურე ვეფხის ტყავსანი შეიძლება რაღაც ჩეულთა ხვედრი იყოს და ძალიან ცოტა კითხულობდეს. არა, ვეფხის ტყავსანი გაგების კონტექსტში არ მიხსენებია საერთოდ, მაგალითად თქვი. არა, მე გავიგე როგორც თქვი მაგალითად რო ისა, მაგრამ ანუ აი არის ვეფხის ტყავსანი არ მგონია იმდენ პოპულარული იყოს, რამდენად პირობითად ვაჟა-ფშაველა რა, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაზე წერდა ეს ადამიანი, იყო უდესი ლიბერალი, უდიდესი აი ჩემი საზოგადო მოღვაწეც იყო და მწერალიც, პოეტიც და აი ყველგან ხდება, ხო, შulis ნუკრის ამბობიდან და აულა ქეთელაურამდე მისული ვაჟა ხდება ყველგან. და ხალხის ფართო მასებისთვის შეიძლება უფრო ცნობილი იყოს მისი პერსონაჟები ან მისი პერსონაჟები რა პრინციპებსაც ასახიერებენ, მაგრამ აი ამის მიუხედავად ახლა მე აი ძალიან ეჭვმება რომ ხო გაის მინდის სწორად გქონდეს გაგებული ან აუდას პიროვნება და ასე შემდეგ რა და აი ეს ხალხის ფართო მასების თქვენი აზრით რომელი არის აი ყველაზე ნაწარმოებები რომლებიც თქვენ ისურვებდით ვაჟას გულისხმობ? არა, სხვა ნებისმიერ დუმბაძე არ ვიღოთ სულ ერთია აი არ ვიღოთ პირველ ალბათ ეს პრინციპული გაუგებრობა იწყება ალექსანდრე ყაზბეგიდან. კი ბატონო, ყაზბეგი რა ვიღოთ? ძალიან ყაზბეგი ქართულ მკითხველმა არც იცის, ამას თავისი მიზეზები აქვს და დიდი ნაწილი მათ შორის ის ყველაზე ცნობილი და ისეთი პოპულარული თუ ეგრე შეიძლება ითქვას, ოდესღაც ტექსტი ხევისბერი გოჩა ხელოვნებაში სპეციფიკურად ხო ყველაზე ცნობილი ისიც უკუღმა არ ვიცი მაგრამ სპეციფიკურად ესმის ქართულ მკითხველს აკაკი წერეთლის შემოქმედება გვესმის ძალიან უცნაურად მე არც კი ვიცი ეგრე უცნაურად როგორ შეიძლება გაიგო ტექსტები მაგალითად ძალიან უცნაურად გვესმის ბაშიაჩუკი ძალიან უცნაურად გვესმის განთიადი ძალიან უცნაურად გვესმის თორნიკერის თავი ანუ პრობლემა რა არის უყურეთ პრობლემა არის ეგეთი რომ როგორც ეს ტექსტ როგორც კი ქართული ლიტერატურა ცდება ზედაპირულ სოციალურ კონტექსტს რომ ვიღაცას უჭირს, ვიღაცას ჩაგრავენ, ვიღაცამ უნდა იმუშაოს და ასე შემდეგ და შემოდის სიმბოლოები, ანუ შემოდის და არა მხოლოდ სიმბოლოები, მაგრამ მათ შორის სიმბოლოები, შემოდის შიდა ლიტერატურული თამაში, შემოდის ზოგადი ევროპული კულტურული კონტექსტი, მაგალითად ჩემთვის არასდროს, მათ შორის არც უნივერსიტეტში არ უსწავლებიათ ვაჟა-ფშაველა, კონკრეტულად ვაჟა-ფშაველა თან დაკავშირებით გერმანული რომანტიზმი. მე კიდე მგონია, რომ გერმანული რომანტიზმის ზედაპირული ცოდნის გარეშე ვაჟა-ფშაველას გაგება, რაღაც ხარისხით შესაძლებელია, მაგრამ რასაც ის კაცი წერდა, იმის გაგება არ ვიცი. თავარი ამბავი დარჩება გვერდზე. ასეთივე ავტორები არიან აუცილებლად კონსტანტინე გამსახურდია, აუცილებლად კონსტანტინე გამსახურდია. ასეთი ავტორი არის ლეო ქიაჩელი, აუცილებლად, რომელიც სასწაულად ცუდად გვესმის, მასე ცუდად არ ვიცი კიდე რა შეიძლება გაიგო. იგივე ტიპის ავტორი არის მიხეილ ჯავახიშვილი, განსაკუთრებით ის ცნობილი ტექსტი, რომელიც თითქოს ყველა მიცის და რომელიც თითქოს არ ვიცი, მოკლედ. ჯავახის ხიზნებზე მაქვს ლაპარაკი, ძალიან სპეციფიკურად.
ამავე კონტექსტში არის პოეზია ცისფერღანწელებისა, რომელიც ქართულ კითხულს ესე ფართოდ არც უყვარს, არც აინტერესებს და სკოლაში ისა არ იმაშებიან. ნუ აღარაფერი გალაქტიონზე და ამ ტიპის სირთულეებზე არ არის ლაპარაკი. შემდეგი თაობის ავტორებიდან უცნაურად გვესმის, თქვათ, გურამ დოჩანაშვილი, ნუგზარ შატაიძე, არიან უცნაურად. ძალიან უცნაურად გვესმის ჯემალ ქარჩხაძე მაგალითად. და შემიძლია ყველაზე ნაწარმოებები ჩამოთვალოთ, სადაც რაღაც პრინციპულ ჭაბუა ამირეჯიბი აუცილებლად ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდად გაგებული ადამიანი. ჭაბუაზე გავშევით, ნუ დათა. კაი, რა არის მან აი პრინციპულად უცნაურად და არასდროს გაგებული რა. ან მაგნაწარმოებში ერთი მე რაც მახსოვს და პრინციპულად ჩემს მიუღებელი იყო, უბრალოდ ხვდები რომ კონიუნქტურიდან გამომდინარე საბჭოთა კავშირში იწერება და ამ შემდეგ ციხის მთელი ეს ეპიზოდი არის ну ირიბი იქება მაინც კომუნისტური პარტიის და რაღაც ну ეს ამპირიკით მეხსიერებაში ამპირიკით რატო პირიქით იმიტომ რომ როგორც წესი როცა ლიტერატურული ტრადიციით როცა დიქტატორული რეჟიმი აღიწერება ის ყოველთვის აღიწერება ჩაკეტილი სივრცის გამოყენებით ჩაკეტილ სივრცეთ სხვადასხვა რამე შეიძლება გამოიყენებოდეს მაგრამ ყველაზე გავრცელებული სივრცითი ელემენტი არის ან ციხე, ან საგიჟეთი. შესაბამისად, საბჭოთა კავშირში დაწერილი ტექსტი, სადაც მოქმედების ნაწილი და სხვა შორის მაგ შეზღუდულ ჩაკეტილ სივრცეს ავტორი ტექსტში ხშირად იყენებს და ზუსტად იმ ელემენტით იყენებს, რომელსაც გეუბნებით, იქ საავადმყოფოც აქვს, ერთგვარი საგიჟეთი, ციხეც არის, სხვა სივრცეებიც, თქვა, იგივე ყველა ცნობილი არქიპოსეთურის ეპიზოდშიც, იქაც ჩაკეტილი სივრცე არის გამოყენებული. ამიტომ საბჭოთა კავშირში, როდესაც პირობითად ჩაკეტილი სივრცე გამოიყენება, ძნელად რომ ადამიანები ვერ მიხვდნენ, ძნელად რომ წესით ძნელად რომ ადამიანები ვერ მიხვდნენ, რისი მეტაფორა შეიძლება იყოს ეს სივრცე. კაი, სხვა რა შეიძლება იყოს ეს, რაც ძალიან უცნაურად გვესმის და რაც ესე არ არის. ეს კაცი არ არის აბრაგი. ტექსტში გამოყენებულია მთელი რიგი შიდა ლიტერატურული თამაშები, რომელთა გათვალისწინების გარეშეც ამ პერსონაჟის აღქმა შეუძლებელია. მაგალითად, ლიტერატურაში არის ცნობილი რამდენიმე არქეტიპი, სულ რამდენიმე ძირეული არქეტიპია მამაკაცი პერსონაჟისა. ჭაბუ ამირეჯიბის ეს პერსონაჟი კონკრეტულად თავისი ტექსტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სახის იცვლის და თითოეული ამ არქეტიპის ფორმას იძენს. ეს ლიტერატურული თვალსაზრისით იმხელა თავხედობა და გამოწვევა ამ წერილისთვის. რომ ან როგორ მოიფიქრა, ან როგორ გაბედა იმ პერიოდში, როცა ის ცხოვრობდა და როცა ამ ტექსტს წერდა, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ამაზე დიდი ლიტერატურული თავხედობა, მე ქართულ ლიტერატურაში ძალიან იშვიათად შემოხვედრია, იმიტომ რომ პერსონაჟი ტექსტის სხვადასხვა ადგილას ციტირების ელემენტის გამოყენებით ქრისტეს როლშიც იყოს, დანტეს როლშიც იყოს, მოსეს როლშიც იყოს, კაენის როლშიც იყოს და ტექსტი იწყებოდეს, მისი თავგადასავალი იწყებოდეს, დანტე ალიგიერის თაებრივი კომედიიდან ამოღებული ეპიზოდით. ძალიან უცნაურია. კაენი გასაგებია, ქრისტეს გასაგებია, დანტეს გასაგებია, მოსე აი მაგალითად არავის მთაზე ადის, სადაც თუ გახსოვთ, ის ხვდება პატრიცია არქიპოსეთურის ეპიზოდი იწყება ესე. იმ ზამთარში თაში ავედით ორი კაცი. და მერე ღმერთთან შეხვედრის, უფალთან შეხვედრის ეპიზოდია. დაკვირდება ცხენზე ზის, დაკვირდება კაცობრიობის გამოფხიზლება უნდა ის სპირალურად ჩამოაქვეს სპირალები, ყველაფერი დაგვისდება დაეცემა, მე ჩამოვა უკან, იქ ახალ იქ თუ საავადმყოფოს ეპიზოდს ვინმე წაიკითხავს, იქ იოლად აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში ავადმყოფები 7 მომაკვდინებელი ცოდვის მიხედვით არიან დაალაგებულები და იქ რაც ხდება პირდაპირ დანტე ალიგიერის, აი ამ ჯოჯოხეთის ხაზის
გაგრძელება და რა ვიცი, ძალიან ბევრი. ნუ პირდაპირ ხა თავიდან მოხდა ესეთ თოშხია. კაი, კონსტანტინეში რომელია ეგეთი ნაწარმოები? კონსტანტინის თელი შემოქმედება ესეთია. ჩვენ კონსტანტინ გამსახურდიას საუკეთესო ტექსტები არ გვიყვარს, უფრო მეტიც გძულს, როგორც ქართულ მკითხველს, იმიტომ არ ვკითხულობთ და არ ვიცი ხა ესე. რომელია საუკეთესო? მათ შორის და განსაკუთრებით თუ არის მოტაცება. მისი მოთხრობები აუცილებლად. მოთხრობები წაკითხული მაქვს. მოთხრობები კი არა, ლედზეპინისა, გრაფ ზეპელინზე ლექსიც კი მაქვს წაკითხული. მისი მოთხრობები და მისი მოგონებები. აი თუნდაც მისი, აი მე სულ ვიმეორებ ხოლმე ხა ეს ჩვენი კონტექსტიდან იქ აქციებზე როცა ვართ ხოლმე, რაღაცა ეპიზოდი რომ მოიტანს, სულ ვიმეორებ ხოლმე გამსხურდეს ერთ მნიშვნელოვან, ჩემთვის მნიშვნელოვან ფრაზას, როდესაც ერთი უარყოფითი პერსონაჟი ეუბნება მეორე, ასე ვთქვათ, ტექსტისთვის გაკომუნისტებულ პერსონაჟს, რომელიც აგინებს დასავლეთს. და იქ ეს უარყოფითი პერსონაჟი ხალი თავის სიძეს ეუბნება ესეთ ფრაზას, მე არ მჯერა ადამიანის, რომელსაც ამერიკული კოსტუმი აცვია, ამერიკული კალმით წერს და ამერიკას აგინებსო. როგორ გავს ვიღაცებს? როგორ წარმოგიდგენიათ ამერიკაში რო შულები გაჩენილი. ეს ტექსტი ადამიანის ნატურა რო არასოდეს იცვლება. აი, ეს ტექსტი მაგალითად თავის დროზე ეს წერია იმაში, რა ქვია, ვაზის ყვავილობაში. ეს ტექსტი მაგალითად იმაშინაც დღესაც გაიგება როგორც კომუნიზმის მაქებარი ტექსტი. და ეს სრულად ბუნებრივი ამაში პრობლემა არ არის. უბრალოდ მე ამას მართლა არ გავიგებდი ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი როგორ შენდებოდა კომუნიზმი, ამერიკიდან ჩამოდიოდა მთელი ქარხნები. ოღონდ, ურეთ როგორი რამე. ხო, გასაგებია პირდაპირ ნათქვამია, ოღონდ ეს დამალულია ტექსტში იმ აზრით, რომ ამას უარყოფითი პერსონაჟი ეუბნება პირობითად დადებით პერსონაჟს. მაგრამ ავტორი ამას აკეთებს იმიტომ, რომ ვინც ეს ამ ტიპის ავტორებს ყველას ჩვევიათ, ვინც ლიტერატურასთან ახლოა, ის უნდა მიხვდეს ვისკენ არის ავტორი. მაგალითად, სკოლაში ჩვენ ყველას გვასწავლეს ესე, რომ დიდოსტატის მარჯვენაში, აი ტრაგიკულად ცნობილ დიდოსტატის მარჯვენაში, ესე იგი რა ვთქვი, ავტორის პროტოტიპი არის კონსტანტინე არსაკიძე. კი ბატონო. ამის გაგება შეიძლება. მაგრამ მე არ მგონია და არ მგონია ნიშნავს იმას, რომ დარწმუნებული ვარ, რომ კონსტანტინე გამსახურდია არ იყო ისეთი უგემოვნო მწერალი, თავის თავი გამოიყვანა. არა, შეიძლება გამოიყვანა აუცილებლად, მაგრამ სხვა რამეზეა ლაპარაკი, რომ პერსონაჟი, რომელშიც საკუთარ თავს ჩაწერდა, იმას საკუთარ თავს და საკუთარ სახელს დაარქმევდა. ეს ლიტერატურულად ისეთია. დაბალი გემოვნების მანიშნებელი. ეს არ ნიშნავს ეს მასში დიდი ესთეტი იყო პრინციპში, ხო, პეცენიკი კაცი იყო რა. ეს ერთი გენიალური ეპიზოდი, მე სულ ასწავლე ამას ჩემს სტუდენტებს, იქ არის ერთი გენიალური ეპიზოდი, რომელიც გამსახურდიას არ დაუწერია. სინამდვილეში არის ციტატა. ეს არის გენიალური ციტატა და ჯერ გეტყვით რატო არის გაკეთებული და მე ვთქვათ რას ნიშნავს. კი ბატონო. როგორ უნდა დააზღვიო საკუთარი ტექსტი, რომ ეგრეთ წოდებულმა უღირსმა მკითხველმა ის ვერ გაიგოს. რაღაცები გაიგოს, მაგრამ თავარი მუღამი, რაც შენ გინდა რომ შიგნით ჩადო, მისთვის მიუღწეველი დარჩეს. ანუ სხვანაირად თუ ვიტყვით, არ დაყარო მარგალიტი ღორების თვალწინ, ხო? თვალწინ როგორც არის, კი ბატონო. და იქ არის ეგეთი ეპიზოდი, როდესაც სიკვდილის წინ საკუთარ უკანასკნელ მონოლოგს ამბობს გიორგი პირველი და მონოლოგს იწყებს, ახლა ციტირებას ვერ მოახდენ, მაგრამ დაახლოებით ესე, რომ მის მინე პიპა, შენ ახლა უნდა წახვიდე და ჩემი ამბავი უნდა მოუყვე ყველას. ყველას, უკანასკნელ მეხამლესაც კი. და მე არის ცნობილი ისინი, რომ აი ქართველები თუ არ გავერთიანდით, ვერ გავიმარჯვებთ და ეგეთი რაღაცეები. ეს ფრაზა სოფლიო ლიტერატურაში არის ძალიან ცნობილი ფრაზა. და მას ჰამლეტი ეუბნება ჰორაციოს ზუსტად სიკვდილის წინ თავის უკანასკნელ მონოლოგში. ესე იწყებს. ძირფასო ჰორაციო, ორას საზისხარ სახელს დავტოვებ, თუ შენ ახლა თავი არ მოიკლა ჩემი გულისთვის, წადი და ყველას მოუყევი ჩემი ამბავი. აქ რა ხდება? აქ ხდება ეგეთი რამე, რომ მკითხველი, რომელმაც პირობითად ან არ იცის, ან ვერ გაიგო შექსპირის ჰამლეტი და ვერ გაიგო,
რომ შექსპირის ჰამლეტში ჰორაციო ავტორის პერსონაჟია დიდოსტატის მარჯვნაში ვერ გაიგებს ვინ არის ავტორი. და თუ გაიგებს, მიხვდება რომ პიპა არის ავტორი. გიორგი პირველის საჭულვერთ ბირთველი. ანუ ეს არის ისევე როგორც მაგალითად გალაქტიონის ლურჯაცხენებში, როცა ის სკოლაში ისწავლებოდა, როცა მე მასწავლეს, უნივერსიტეტშიც მასწავლეს, არასდროს არავის არ უთქვამს, რას ნიშნავს, უბრალოდ რა შეიძლება ნიშნავდეს ჩონჩხიანი ტყეები. ცნობილი ფრაზა, ხო? კი, რა თქმა უნდა. ანუ ამაზე მაქვს, აი თავიდან რო ვთქვით, რომ თუ კულტურული კონტექსტი არ იარსებებს, ეს ფრაზები, ეს გადაძახილები, ეს შიდა ლიტერატურული თამაშები აზრს კარგავს. და ცალკე აღებული შიშველ ელემენტებად იქცევა. პრობლემა რაშია, იცი, აი რაც გვაკლია რა, ან ზოგადად ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ რაღაც პრობლემები განათლებაში და ასე შემდეგ და მე როგორც ვუყურებ ისევ და ისევ ჩვენ ჯერ ხო რაღაც არ ვასწავლით ისტორიულ კონტექსტებს და არ ვასწავლით გაშლას. აი ჩვენ ხა ჩვენ ლიტერატურაზე საუბრობთ, მაგრამ იგივე რაღაცა შეგვიძლია გავაკეთოთ ისტორიასაც არ ასწავლიან ისტორიულ კონტექსტს რა. ანუ ასწავლიან მაგალითად რომ თემურმა 8-ჯერ ლაშქრა საქართველოში, მაგრამ საქართველო რეალურად მაშინ იყო თოხთამიშის და თემურის და ბაიაზიდის შორის ამ დიდი გეოპოლიტიკური ჯახში ძალიან ცუდად მოვყევით რა. და ეგ ნაწილობრივ კიდე იმასთანაცაა გადაჭრილი, რომ ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს იგივე ეს თქვა სამასწავლებლო რესურსებში. ეხლა წარმოიდგინე რა შენ ამბობ რა. რეალურად ეს ინფორმაცია რომ შენ მიიტანო ბავშვამდე, ხო? და ძირითადად ხო ამ ლიტერატურას ჩვენ ვასწავლით სკოლაში. მე უნივერსიტეტში გზები იყოფა და ძალიან ცოტა ადამიანი მიდის ფილოლოგიაზე. ეხლა მეც არანაირ სამსახურებრივად და განათლებით არ მეკუთვნის, მოდი ესე რომ ვთქვა რა, ლიტერატურის ცოდნა, საერთოდ ხელოვნების რა. ხო ხტები? და ანუ შესაბამისად სკოლაში უნდა ჩაუყარო საფუძველი ამას. ხო და ეხლა წარმოიდგინე მასწავლებელმა ეს ინფორმაცია რო სწორად მიიტანოს, მან თავად ოდნავ მაინც უნდა იცოდეს დანტე, იცოდეს ავე შილერი, გიოთე რაღაცა და ამ დროს სინამდვილეში როცა იქაც ეს ყველაფერი ისწავლება, ოღონდ ისწავლება შეიძლება არა ღრმად, უცხოეთზე მაქვს ლაპარაკი. არა ღრმად იმ ადამიანებისთვის, არამედ სინამდვილეში ეს არის კონტექსტის გაგების ანუ აზროვნების პრობლემაა და არაცოდნის. აი ამაში მომდე ვერაგეთახმა, იმიტომ რომ ინფორმაცია მაინც ხონდა მისე ვინ იყო დანტე, რას წარმოადგენდა დანტე, ანუ არა, კონკრეტულ ნაწარმოებში რაღაცას რო ვერ გაიგებს, იმაზე კი არ არის ლაპარაკი. რაღაცა ნაწარმოებში ვერ გაიგებს, სხვა ნაწარმოებებში გაიგებს. ამაზე არ ვლაპარაკობ. ლაპარაკი არის იმაზე, რომ თუ აზროვნებითი პროცესის ჩამოყალიბება სწორად მოხდება, ანუ ბავშვები თუ მიეჩვევიან იმას რა ქვია, სწორად აზროვნებას და მე თუ როცა სიტყვაზე ჩემს სტუდენტს შევეკითხები, რომ იმაზე რა ქვია, ლუარსაბ თათგარიძეზე რას ფიქრობ და ის არ დამიწყებს იმას, რომ ლუარსაბ თათგარიძე თურმე ქართველი თავადისახია მე-19 საუკუნეში და ამის ნაცვლად გააკეთებს იმას, რომ უბრალოდ მსუქან ლიტერატურულ პერსონაჟებს დაგუგლავს. ანუ ამის მიხვედრას დანტეს ცოდნა ხო არ ჭირდება. არა, ეგ პირიქით გაიოლებულია. აი, მანდ მეორე პრობლემა იჩენს თავს. მანდ იჩენს პრობლემა, ეხლა რაც იყო კვლევა, რომ კრიტიკული აზროვნება უჭირთ და ასე შემდეგ. რაღაცებს, ანუ მაგას ინგლისურად ქვია connecting the dots, რა, წერტილების შეერთება უჭირს, ანუ ტიპს უჭირს, თორე რა უნდა დაგუგლოს და ფალსტაფს ამოაგდებს, რამეს ამოაგდებს, გაიგე და ნუ მე მიდიხარ იქ მაგაზია ლაპარაკი. რომ ეს, აი მაგალითად ვაჟაფშაველას თორე ეხლა ყველაზე ადვილია ეგ ტექნიკურად. ეხლა დაგუგლოს არ ჭირდება. ჯემინის რო კითხო, ის მე მაინც ძველი დაგუგლოსაც კი აცდები რა, ანუ დაგუგლო არ ჭირდება. აი მაგალითად მე არასდროს ჩემთვის მაგალითად არასდროს არ უსწავლებიათ რატო აკეთებს ალდა კეთელაური იმ უცნაურობას, რომელსაც ტექსტში აკეთებს, როდესაც ის დაკლავს კურატს მუცალის სახელზე. გასაგებია, ხელი არ მოჭრა, გასაგებია კი ბატონო. კაც მოყარეობა, ყველაფერი გავიგე. მაგრამ კურატს რატო კლავს იქ?
ანუ რისი ნიშანია ეს? არ უნდა დაკლას, არ შეიძლება. სინამდვილეში ჩემს არც ეგ არ უსწავლებიათ. აუდა კედელაურს იმიტომ არ აგდებენ სოფლიდან, რომ იმას ხნა რა ქვია, კაცხელი არ მოაჭრა. სხვა რამითო აგდებენ, სხვა რამე წერია ტექსტში. იმიტომ აგდებენ, რომ იმ ადგილას, წმინდა ადგილას, სადაც არ შეიძლებოდა იმის გაკეთება, რაც მან გააკეთა. მაგალითად, აუდა კეთელაურის, თქვათ, მამის არ ყოფნა ტექსტში, რაც შეიძლება ნიშნავდეს. შეიძლება ნიშნავდეს, თქვათ, იქ ისინი რა ქვია, მისი უცნაური ფრაზები, რომელსაც ის ლაპარაკობს, თქვათ, ღვთისმშობლებთან დაკავშირებით, რა შეიძლება ნიშნავდეს და პერსონაჟს როგორ შეიძლება მიემართებოდეს. აუდა კეთელაურის ქმედების აღმძრავი მექანიზმი რა არის? ანუ რატო იქცევა ისე, როგორც იქცევა? აი უბრალოდ რა ეს მარტივია. ეგ საკითხი, მამის მიმდან დავიწყოთ. მართლა არ ცხოვრებაში არ ვფიქრობ, ხო მაგალითად. ეს ჩემი მამის არ ყოფილი. არ არის მამა. და შენ რას არ მომდის, რას მიეწერება, რას მიეწერდი? ეს ის არის რა ქვია, ძალიან გავრცელებული სხვადასხვა აზრით, მაგრამ ძალიან გავრცელებული ლიტერატურული კლიშეა, რომელიც სხვა შორის ქართულ ლიტერატურაში ძალიან ხშირად გამოიყენება. შეიძლება ეს ვეფხისტყაოსნის კომპლექსია და იქიდან წამოსული, მაგრამ ძალიან ხშირად გამოიყენება. ძალიან ცოტა შეგიძლიათ თქვათ ქართული მამაკაცი პერსონაჟი, რომელსაც მამა ტექსტში ცოცხალი ყავს. და ვისაც ყავს, მე უკვე მე-20 საუკუნის ტრადიციაში ის ურთიერთობა, რაღაც გადალაგებული არ არის. ეხლა გავიხსენო ვერს. ორეთ როგორ რამეა, რატო აი ძალიან მარტივი კითხვა, ხო, ამაზე მარტივი რაში. მაგალითად, ოდნავ გადავხვდები. რა ისა რა ქვია, ოღონდ ვაჟასთან დავრჩები. ბახტრიონი ქართველებს ესმით, მე არ წარმომიდგენია ესე ცუდად, ყველაფერზე მაგას ვიძახი, მაგრამ ყველა ერთ კონტექსტშია. ეგრე ცუდად როგორ შეიძლება ტექსტი გაიგო? ეგრე როგორ შეიძლება ვერ მიხვდე აღწერილი რო არის პერსონაჟი, როგორ შეიძლება ვერ მიხვდე რომ თავარი პერსონაჟი მკვდარია? ანუ მაშინ როცა ტექსტში შემოდის უკვე მკვდარია. ანუ ყველაფერი გააკეთა ავტორმა მაგის გასაგებად. უფრო მეტიც ისიც კი წერია რამდენი ხნის მკვდარია. და ჩვენ მე ისე დავამთავრე უნივერსიტეტი, ისე ვისწავლე ყველაფერი, რომ არავისგან არც ერთი ქართველი მკითხველისგან არ მომისმენია, რომ კვირია მკვდარია. როცა სანათას ხვდება, კვირია მიცვალებულია. უფრო მეტიც მიცვალებულების საჭმელს ჭამს. მიცვალებულებისთვის განკუთვნილ საჭმელს ჭამს იქ სანათა, მას მიცვალებულებისთვის განკუთვნილ საკურთხს გაატანს საჭმელად. და როცა ის შემოდის უხმაუროდ და უნაბიჯოდ. ანუ აი შენ ეხლა რას როგორ განმარტავ, იცი? დაახლოებით აი მე ძალიან მიყვარს მხატვრობა რა. და ძალიან გატაცებული ვიყავი, ვანეიკით ყულად არ გითხარი სიმბოლიზმით რა. კი, მაგიტო გითხარი. მხატვრობას შენ რო სწავლობ რა, აი ჩემით სწავლობდი რა, მხატვრობის სწავლას რო იწყებ, მან ყველაფერს მე თავისი ადგილი აქვს, ანუ ვანეიკის ეს სურათი რო ავიღოთ, გენიალური, იქ არაფერი არის ზედმეტი. არნოლფინის პორტრეტს არასდროს დიდ ნახატებში არაფერი არ არის არც ზედმეტი და არც შემთხვევით. აი როგორი გენიალურია, პატარა ძაღლი, ხო? ერთგულების და ოჯახის ნიშანი. ზევით რომ სანთელი რო არის რა, იმას თავისი ადგილი აქვს. სარკეში რო თავად ვანეიკის ავტოპორტრეტია. უკან ფანჯრის ფონზე არის ფანჯრის რაფაზე თუ ეხა ვიზუალურად არ მეშნება დევს პორტოხალი რა. პორტოხალი რომელიც იმ დროს არის სიმდიდრის ნიშანი, იმიტომ რომ გერმანულში და რუსულში არის ერთნაირად დამკვიდრებული, სხვა ქართულში ძალიან საინტერესოდ არის პორტოხალი, ანუ პორტოკალიდანაა და ნარინჯისფერი ირანიდან მოდის, მაგრამ გერმანულში არის აფელზინე, იგივეა რუსულში აპელსინი და აფელზინე არის ჩინური ვაშლი, ანუ იმას მოდიოდ ვეიბერტელა მანდაც გამოდიოდა, ამიტომ ხოლმე დიდრების საჭმელი იყო პორტოხალი და ეგ ყველაფერი, ანუ აი რო შეხედავ არნოლფინის პორტრეტი, არაფერი არ არის, რავი, გამხდარი ქალი და კაცი განან და რავი, ძაღლია, ხო? მაგრამ
აი ეს ყველაფერს ამ ინფორმაციას რო უკვე აჯამებ რა მთელი ისტორია იქ მოყოლილი გაიგე ყველა ოღონდ ესე იქმნება ხელოვნება ესე იქმნება ლიტერატურა სხვანაირად არ იქმნება უბრალოდ შეუძლებელი აი მაგალითად ყველაზე სიმბოლოებზე რო არ წავიდეთ რო გავამარტივოთ აკაკი წერტილის განთიადი ხო ყველა მისწავლეთ რა წერია პირველ სტროფში აი უბრალოდ რა წერია ვიზია ლექსი თაწმინდა ჩაფიქრებულა შეხურებს ცისკრის ვარსკვლავსა მნათობის ხივებს მაღლითმენს თავდადებული საფლავს ანუ ვიზუალურად როგორც კი წარმოიდგენთ ამას არ კიდე რას ვიძახებ ამას არ ჭირდება დანტე არ ჭირდება შილერი არაფერი არ ჭირდება ჭირდება უბრალოდ სპეციფიკურად მოწყობილი ტვინი ანუ უბრალოდ სწორად მოწყობილი აზროვნება რომელსაც შეუძლია რომ სიმბოლოები ამოიცნოს არა რაღაცას რო დაინახავს ეგრევე ტვინმა დაიწყოს მუშაობა რომ ეს რაღაც სადღაც ხომ არ შემხვედრია ანუ ჩემს მეხსიერებაში ჩემს კულტურულ ვიზუალურ გამოცდილებაში ეს ხატი არსებობს თუ არ არსებობს უბრალოდ მან ორი მომენტია რაც მე დავამატებდი ერთი მაინც გჭირდება გარკვეული ცოდნა ან რაღაც ერუდიციის დონე გჭირდება რომ ჩემი აზრით და მეორე აი ყველაზე მეტ მაგაზე მოწყდება გული მე მქონდა ლექტორობის გამოცდილება მოქმედი ლექტორი არა ვარ მქონდა 2 წელი ნახევარი 3 წელი ვასწავლებლები რა და მეც შევეჩეხე კვლევებიც აჩვენებს და ასე შემდეგ რა ეგ ყველაფერი ჯამში არის კრიტიკული აზროვნების უნარი ეს არის კირკიტის უნარი ანუ ეგ უნდა მისცეს სკოლამ რაღაც ბაზის აღმაცი უნდა მისცეს შეიძლება ანუ ეს ჩვენ ვლაპარაკობთ ზედაპირულ ფორმაზე ამისი არ ვლაპარაკობთ იმ ფორმაზე სადაც რაღაცა დიდ სიღრმეებში ჩასვლა შეიძლება გულისხმობდეს ის რომ ტექსტი ესე იწყება რომ თაწმინდა ჩაფიქრებულა შეხილებს ცისკრის ვარსკვლავსა ნათობის ხივებს მაღლითმენს თავდადებული საფლავს აი უბრალოდ ვინმე რო იკითხოს რომ რას ხედავთ სცენას თაზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში სადაც საფლავს ცისკრის ვარსკვლავი დაჰნათის და ტვინი უბრალოდ გავარჯიშებული თუ იქნება ცისკრის ვარსკვლავი რა ვიცი ახლა სოფლიო ლიტერატურამ ერთი იცის ორი არა თუ იმავე წინადადებაში წმინდა მთაც იქნება კიდე უკეთესი და მე უცებ ტექსტს რო გაყვები ძალიან იოლად აღმოაჩენ რომ ტექსტი დიმიტრი ყიფიანზე კი არ არის თურმე დიმიტრი ყიფიანზეა რომელიც ტექსტში ქრისტეა და სინამდვილეში გარდაცვლილი აღდგომამდელი კაცის მონოლოგია რომელიც აღსადგომად ემზადება და ამას წერია ტექსტი ჩაულებრივად ყველაფერი წერია მოგვები რომ უნდა მოვიდნენ ისიც წერია მოგვები ვინ არიან ისიც წერია ამ საფლავიდან რა დაიბადება ისიც წერია ჩვენ ვინ ვიქნებით თუ ამ საფლავთან მივალთ ისიც წერია ყველაფერი წერია ეს ხო არ არის ისა რა ქვია ლეო ქიაჩელი რომელიც თავისი ტექსტის ბოლოში იმას შვება რა ქვია ბოტიჩელის ფრესკას აღწერს ან ეს ხო არ არის მიხეილ ჯავახიშვილი რომელიც თავისი რომანის ბოლო ნაწილში იმას აღწერს რა ქვია ღვთისმშობლისგან ქრისტესთვის ძუძუშჭმევის სცენას ოღონდ უპირიქით სინამდვილეში აი იმ ინტერვიუში რომელზეც თქვენ ამბობდით ჩემი როგორც მკითხველის მთელი და ფილოლოგის მთელი ძალისხმევა მიდის იმაში რომ როგორც წესი ადამიანები მეუბნებიან რომ აი დოსტოევსკი რა კარგია კაფკა რა გენიალური კიდე სხვა დიდი შეიძლება სულეთ არაჩვეულებრივი ავტორები და მე აგერ უკვე 20 წელია იმიტომ რომ 2002 წელიდან 23 წელია ცდილობ რომ ადამიანებს ველაპარაკო რომ ეგ და ქართული ლიტერატურა და 23 წელია ვცდილობ ადამიანებს ველაპარაკო რომ ქართული ლიტერატურა შეიძლება იმხელა არ არის რამხელაც ფრანგული, ან ინგლისური, ან გერმანული, მაგრამ მას აქვს თავისი
ძალიან ლამაზი მუღამები და ძალიან მრავალგვარი მუღამები. და ეს ტექსტები, რომლებიც აქ არის, რომლებიც ჩვენ გვაქვს, რომელიც შეიძლება ის სულ ვიძახი. ყველაზე დაჩაგრული, ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ავტორი ქართულ სკოლაში არის ალექსანდრე ყაზბეგი. იმიტომ რომ მის საუკეთესო ტექსტებს ქართველები არც კითხულობენ და არც სკოლაში არ სწავლობენ. და სწავლობენ ხევისბერ გოჩას. მე სულ მაქვს შეკითხვა. რატო სწავლობთ ხევისბერ გოჩას? ან უკეთესად, რატო სწავლობდით ხევისბერ გოჩას? თუ ის ალექსანდრე ყაზბეგის საუკეთესო მოთხრობა არ არის? მე ვიცი პასუხი. იმიტომ რომ ეს თითქმის ერთადერთი ტექსტია, რომელშიც αλექსანდრე ყაზბეგი რუსებს არ აგინებს. ხო. სხვა ყველა ტექსტში კონიუნქტურა იძულებული გახდებოდა, რომ დაეშვა ცენზურა. და თუნდაც ისეთი, რა ქვია, ისტორიული და ელაპარაკო რომ არა, ჩვენ ახლა ამას კი არ ვშევით ოდესღაჩებოდნენ. აი ელგუჯას როცა ასწავლიდნენ, მაგალითად მაგ კონტექსტით ასწავლიდნენ. მაგრამ თილთა გადასახლების სურათებს, მამის მკვლელს და ასე შემდეგ, არა, მის უკეთეს ტექსტებს სინამდვილეში. ვიდრე ხევისბერი გოჩა. არ ასწავლიან, არც კითხულობენ. სანსაციამუნოა, მაგრამ ეგრეა. ისევე როგორც კიდევ ვიმეორებ, რატო არის დიონისოს ღიმილი, რატო ვერ მივაღწიეთ, რომ შეიძლება ისწავლებოდეს? აი რატო რა? მან მე მართლა როგორ აიცი, მან უკვე შენადგები იმ საკითხს, რომ ეს სოციალური უთანასწორობაც და ის რომ თბილისი თავკომბალა ქალაქი გახდა. მე მოკლედ ვარ სოხუმელი, მაგრამ მომიწია სკოლის დამთავრება ლატალში, რა. ან სვანეთი, მესტიის რაიონი, მესტიამდე 9 კილომეტრში ეს ჩემი სოფელი, რა. და ჩემი უღმის პატრიოტიზმი, ჩემს ყოფილ მასწავლებლებს, ქართულ მასწავლებლებს ძალიან კარგი ყავდა და რაღაცა, მაგრამ ზოგადად მთელ სიტუაციაზე ვამბობ. ხო? ანუ სოფლის სკოლებში, ხო? არათუ სოფლის სკოლებში, თბილისის სკოლებშიც რამდენი ასწავლის, ახლა ისე როგორც შენ გავიცებ. არა, ხო, მესმის ეგ. უბრალოდ ამას როდესმე და 35 წელი გავიდა რა. ანუ ეგ ყველაფერზე შეგიძლია თქვა 35 წელი გავიდა იმისთვის რომ გზები არ იყოს დანგრეული. როდესმე თუ არ დავიწყე, ესე იქნება. და სულ ესეა ჩვენი პრობლემა, იგა, სულ ესეა. ანუ რომელი ჩვენი პრობლემა ზუსტად ეგაა, რომ ანუ სასაცილო კითხვაა. ჩემი შვილი არის 14 წლის, რა? დარწმუნებული იყავი, ჭკვიანი ბავშვია, მაგრამ შენ როგორც ახლა დაშალე, ეს არასწავლია. არ უნდა იცოდეს ეგ, მან უნდა იცოდეს აზროვნების მოდელი, ვინ უნდა მისცეს მოდელი? ვინ უნდა მისცეს მოდელი? ორკვირიანი ტრენინგი უნდა. ხო და ამ ორკვირიან ტრენინგსაც არ უკეთებს არავინ, გაიგე? რა, ანუ რამდენი ზაალ შეიძლება პირობით აგროვებოთ ამ ხოლმე. რითი მთავრდება ეროვნული რომელი ავტორი არის ბოლო სავალდებულო ავტორი, რითაც მთავრდება ლიტერატურის სწავლება. თანამედროვე ეგრე არის გაწერილი მე-20 და 21 საუკუნის ლიტერატურა უნდა ისო, აი როდის იქნება დაბადებული? ის ავტორი ალბათ 1950 წელს, არ ვიცი. გურამ დოჩანაშვილი თუ მთავრდება? დოჩანაშვილი მთავრდება? ხო, აი სწორად მივარაუდია, რა მეტნაკლებად. მეორე მსოფლიო ომამდე დაბადებული ავტორით, როგორ შეიძლება 21 საუკუნეში? ხო, მაგრამ მე ხო სწორად მივარაუდე, მე ზუსტად იმ ლოგიკით წავედი. ხო, კიდე უარესია. ანუ დუმბაძეც კი არ არის, ხო? არა, მე 12 კლასში, თუ მოკლედ დამამთავრებელ კლასში, წერია ეგეთი რამე, ერთ პროგრამაში, უნდა ისწავლება ამ დამთავრებისას, პერსონალ ბავშვმა უნდა იცოდეს, მოსწავლემ უნდა იცოდეს ესე იგი მოეცე და 21 საუკუნის ლიტერატურა და სავალდებულო ავტორების ჩამონათვალში უკანასკნელი ადამიანი ვინც წერია არის გურამ დოჩანაშვილი. ანუ გოდერძი ჩოხელი? არა, რა გოდერძი ჩოხელი? არავინ, არც პოეტი. ბოლოში წერია, ბოლოში. ბოლოა სია მაგით მთავრდება. ანუ აქ ლაპარაკი არ არის რომ ვიღაცა შეიძლება, ანუ ჩვენ ლაპარაკობთ რომ ტექსტი, რომელიც სკოლაში ისწავლება დამოუკიდებელ საქართველოში თითქმის არ დაწერილა. ანუ 35 წელიწადია,
რაღაცას აკეთებს ხალხი და ბავშვი სკოლას ისე ამთავრებს, რომ აბსოლუტურად წარმოდგენა არ აქვს ეს მე-13 საუკუნე არსებობს ეს ხალხი წიგნებს წერს, არ წერს, რამე კარგი ხო არ დაწერა. პროგრამას არა გათვალისწინებული, მას არ ევალება, მოდი ესე ვთქვა. ხო, მაგას ვიძახი რო არ ევალება. და შეუძლებელია ეგრე სწავლა. და მე ადამიანები რო გამოდიან, ჩემთან მოდიან და არა მხოლოდ ჩემთან ცხადია, უბრალოდ მე რადგან ვლაპარაკობ უნივერსიტეტში. მე სერიოზული სახით მელაპარაკებიან იმის შესახებ, რომ მატეო ფალკონე კარგი კაცი იყო. სერიოზულ სახით მელაპარაკებიან ამაზე, რომ ღირსეული ადამიანია. აბა ხელისბერმა გოჩამაც ხო ეგრე გააკეთა. და მე რაღაცა პროსპერმენზე გადავედით, ხო? არა, ყაზბეგის კონტექსტში ვამბობ ამ შემთხვევაში. ისა საინტერესო რა არის, იცი? ამაზე აუცილებლად ვილაპარაკოთ, ანუ გავლენა ჩვენზე ევროპის და ევროპული წევრების. მე მაგათაც წინააღმდეგი ვარ, რომ ხალხს ველაპარაკოთ, მოსახლეობას ველაპარაკოთ, რომ ანუ აი ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ამავდროულად ანუ პროსპერ მე 90%-ს არ აინტერესებს და ეგ ნორმალურია რა. მაგრამ ანუ უმეტესობას უნდა უთხრა ჩემი აზრით, რომ რა სიკეთეები მოაქვს, აი რასაც ქვია, უშუალოდ მატერიალური რაღაც სიკეთეები რა მოაქვს ევროკავშირს, მაგრამ აი ხა ლიტერატურას რო დაუბრუნდეთ, ქართული ლიტერატურა არ არსებობს. ევროპული გავლენა იქნება ალბათ 90 და რავი, 90. ქართული ლიტერატურა უბრალოდ არ არსებობს. უბრალოდ არ არსებობს, ან ფიზიკურად არ არსებობს. ევროპული ლიტერატურული გამოცდილების გარეშე. აი ბოდიში ერთად უნდა შეგეწყოთ, უბრალოდ სასაცილო რაღაცა მინდა თქვა. მოგეთ სვანებს გვაქვს ეგეთი კერძი, ზისხოვრა რა, ზისხოვრა არის სისხლიანი, ისა ძეხვი, მორსილი რაღაც არის ესპანურში რაღაცა, უბრალოდ აბსოლუტურად სისხლისგან გეტება, რა. და ნუ ეხლა სვანის გარეთ მაინც დიდად პოპულარული არ არის რა და ეს ზოგადად გავრცელებულია ეს სისხლის ბლეკ ფუდინგი რაც არის მაგალითად ინგლისშიც არის და ევროპაში გავრცელებულია მაგრამ მე კულტურული შოკი მივიღე ამის მომზადების რეცეპტი სადამ მოგვიწი საკითხული უდისეაში არის ამის მომზადების რეცეპტი და მაშინ აი პატარა ვიყავი ხო და ძალიან პატარა დავიკითხე რა და გამოშტებდი მეთქი რა რატო როგორ საიდან რა დამოფიქრა იმაზე მაშინ დავფიქრე შეიძლება პირველად რამდენი გავლენები აქვს რა და აი ბოდიში რო გაგაწყვეტინე და ამის თქვა მინდოდა აი იმაშიც კი რაღაცა შეიძლება აღმოაჩინო რა თანამედროვე ანუ ქართული ლიტერატურის მე-20 საუკუნის ლიტერატურის ტრადიცია ხო ესია მე-19 საუკუნის ბოლოდან და აქეთ ხო რატო შეიცვალა ქართული ლიტერატურა უბრალოდ წაიკითხეს ევროპელი ავტორები. ალექსანდრე ჭავჭავაძეს მეტი არაფერი არ უქნია. საერთოდ არაფერი არ უქნია. რუსული და ფრანგული პოეზია წაიკითხა. ალექსანდრე ჭავჭავაძე როგორც ავტორი, როგორც თანამედროვე ახალი უпроსწორედ, ქართული ლიტერატურის ქრონოლოგიურად პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. ჩნდება მხოლოდ იმიტომ, რომ ისწავლა. ლიტერატურა ისევე როგორც მხატვრობა. აი მე ოდესღაც უნივერსიტეტში რო სწავლობდი ერთმა მაშინ ჩემთვის ძალიან პატივსაცემმა კაცმა ითხრა ეგეთი რამე რომ ისე რა ჩვენ შევედით თხოვნით და უთხარით რომ ეგებ ლიტერატურის წერის კურსი საგანი რაიტინგი რაც არის. ჩაგვისვათ მეთქი. იმ კაცმა შემოხვედა და სერიოზული სახით გითხრა რომ რაიტინგის კურსიო გალაქტიონს არ უსწავლიაო. და ჩვენ წამოვედით ძალიან იმედგაცრუებულები. ანუ დღემდე ხო, მაგრამ აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი რომ იმას ვიღაცა ისწავლის თუ არ ისწავლის თუ მე კარგ წიგნს დაწერს თუ არა, ვერა. მაგაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკი არის იმაზე, რომ ამ ტიპის მუშაობა ტექსტებზე ადამიანს მკითხველს აძლევს გამოცდილებას აძლევს და შეუძლებელია შენ თანამედროვე მკითხველი დაიჭირო და სერიოზული სახით ელაპარაკო მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის მისი რა ქვია რეალიზმის კონტექსტით დაწერილი ტექსტებით. ეს შეუძლებელია. ბავშვს თუ არ მიეცა თანამონაწილეობის ეგრეთ წოდებული აქტიურ მკითხველად ყოფნის საშუალება უნდა ეს აქტიურ მკითხველად ყოფნა იმას არ გულისხმობს პერსონაჟები გავასამართლოთ ქართულ სკოლებში ვაკეთებენ ხოლმე
და ზოგი რო იცავს და ზოგი რო თავს ესხმის. არც კი არ წამოდინე რა. ხო და არა, მაგაზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ თუ სისტემა არ ვიცი ეს არის უზარმაზარი შრომის შედეგი. ანუ სინამდვილეში ადამიანებმა მკითხველმა საზოგადოებამ ბევრი უნდა მიშრომოს. კითხვის პროცესი გარდა იმისა, რომ სიამოვნება არის შრომა, სასიამოვნო, მაგრამ შრომა. იმიტომ რომ ის დაკავშირებულია განუწყვეტელ განათლებასთან. იმიტომ რომ თუ ადამიანი მიხვდება რატო არ აჭრის ხელს იმას რა ქვია მუცავს ალუდა რატო არ აჭრის? აი რატო? იქამდე ვაშკაცი არ მოუკლავს? ყველამ შიშარას კლავდა? და საერთოდაც როდის ნახულობს სიზმარს ალუდა? რომელსაც ნახულობს? ой, არც არავის არ ახსოვს ქართულ მკითხველს, ახსოვს 20 კაცს. და ძალიან საეჭვოა როდის ნახულობს? მუცალის მკვლელობამდე თუ მკვლელობის შემდეგ? და ეგ მკვლელობამდე ნახულობს, იმიტომ რომ ტექსტში ქრონოლოგიურად დროს თუ დაალაგებ, აშკარად მკვლელობამდე ხდება. და მე შეიძლება ტექსტი ამოტრიალდეს მთლიანად რა. ესე იგი, ხოდა საქმეც იმიტომ რომ ანუ ამ ლოგიკაში ძალიან იოლია სინამდვილეში ვიღაცას რო ვიღაცამ აი ეს ფრაზა თუ იცის მარტო რომ რა არის პერსონაჟის მითოსში, რა არის პერსონაჟის ქმედების აღმძრავი მექანიზმი. ამას ხო დანტე არ ჭირდება. ამას ჭირდება, რა ვიცი, კიკნაძის წიგნი, ზურაბ კიკნაძის, ბატონ ზურაბ კიკნაძის წიგნი უნდა დაუდო, რა ვიცი და უთხრა რომ ეს აბზაცი წაიკითხე. მეტი არაფერი. მე წლებია სერიოზული ლიტერატურა არ წამიკითხავს, მაგრამ არა, ზურაბ კიკნაძე. ნებისმიერ სხვა წიგნში წერია ეს, რომ პერსონაჟის ქმედების აღმძრავი მექანიზმი რამდენიმე შეიძლება იყოს, მათ შორის ერთი ეს არის სიყვარული და მეორე ეს არის მრისხანება. ხო? ჰომეროსიდან ვიცით და ნამდვილებით, რომ მრისხანება შეიძლება იყოს ქმედების აღმძრავი მექანიზმი. კი, ვიცით. მერე როცა შევხედავთ ამ კაცს, პირველს რას აკეთებს ეს კაცი იმის შემდეგ, რომ უბრალოდ ხელს არ მოაჭრის. ის კაცი ამბობს, რომ არა მხოლოდ იმ კაცს არ მოაჭერი ხელი, არამედ აღარც სხვებს აღარ მოვაჭრი ხელს თანასოფლელების ჯინაზე. არ ამბობს, რომ მე გადავწყვიტე ახლა და გავიაზრე, რომ ადამიანისთვის ხელის მოჭრა არ შეიძლება. არ ამბობს მაგას. და მე როცა იმას კლავს, რა ქვია, მსხვერპლს კლავს. როგორ კლავს ის? ისევე როგორც და თან ვაჟა სხვა პერსონაჟებს თუ დააკვირდებით, ხო ყველა ერთი და იგივე გზას გადის. ვაჟა არ არის მრავალ, ვაჟას პოემებში არ შეუძლია ხელი გამოიცვალოს. მას არ აქვს ეს უნარი, ეს ბევრგენიოს არ აქვს, მაგაზე არ არის ლაპარაკი. ანუ როცა ტექსტს წერს, მეტ-ნაკლებად ერთ მოდელს იყენებს. და შესაბამისად მიმართებათა უმრავლესობა, რომელიც ერთ ტექსტში გამოჩნდება, ერთ ტექსტში დადასტურდება, სხვა ტექსტშიც დადასტურდება. აუცილებლად ჯოყოლას შემთხვევაში ის დადასტურდება იგივე, რაც დადასტურდება ალუდას შემთხვევაში. მაგალითად. უბრალოდ დადასტურდება, იმიტომ რომ ტიპოლოგიურად ისინი მსგავსი პერსონაჟები იქნებიან. თემისადმი წინააღმდეგობა. ხო, სიბრაზე, იქ იქნება კაცის მკვლელობა, აქ არ იქნება კაცის მკვლელობა და იქნება მსხვერპლის შეწირვა. გზა იყოს, მაგრამ მოტივატორი ერთია. გზა ერთი იქნება, შეიძლება ქმედებები იყოს სხვა. ხო, ქმედებები მიგულისხმობ. ანუ ეს მოდელები და ძალიან მარტივი რატო არ კლავს? იმიტომ რომ ვაჟამ როცა ისწავლა და შეიძლება უსწავლელადაც იცოდა, მაგრამ როცა ისწავლა, როცა წაიკითხა და ჩვენ ხო ყველამ ვიცით რომ ვაჟას ძალიან უყვარდა გერმანული რომანტიზმი. უფრო მეტიც, ვაჟა გიждდებოდა გერმანულ ნეორომანტიზმზე. ვიცით ეს კაცო? ყველამ ვიცით. და რაღაცა თუ იმ კაცს რაღაცა უყვარდა იქ, მეორე კაცი, ერთი კაცი მეორეს რო შეხვდა და დაინახა რომ და მოეწონა. შემთხვევით გერმანულ რომანტიზმში და არა მხოლოდ გერმანულ რომანტიზმში გავრცელებული ტენდენციის გადმოტანა ხო არ არის ქართულში, რომელიც თავის მხრივ შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურული ტრადიციიდან მოდის, რომ მსგავს რო დაინახავ, აუცილებლად იცნობ და აუცილებლად შეგიყვარდება. და დაინახავ შენს მსგავს და შეიცვლები შუა საუკუნეებში კი არა ანტიკური სარაინგო კი იქაც ესია მე ანტიკური საბერძნეთის ცოდნა და ხშირად
ლიტერატურაშიც წაიღო არაბულმა სამყარომ, რომელიც იმ დროს ერთი პერიოდი შუა, აი როცა ევროპაში ბნელი საუკუნეები ამ დროს პირიქით არაბები ვითარდებიან და ასე შემდეგ დღემდე იემენელ ჩუსტიან ყაჩაღებში მოაგვერევა და მერე ისე უკვე ევროპაზე მოდის მთელი ლიტერატურული აღმასვლა რა. Მთლიანად ევროპაზე, იმიტომ რომ ევროპა ნიშნავს ქართველი ავტორისთვის, ესე ნიშნავდა ბოლო 200 წელია, ნიშნავდა ქრისტიანობას და ქრისტიანულ ტრადიციას. და როდესაც ქართველი მკითხველი კითხულობს, რა ქვია იმ ტექსტს, გამზდელს და სერიოზულად ეტყდება იქ რაღაცა აბა სწორად მოიქცა ვინმე თუ არ მოიქცა სწორად და ასე შემდეგ. რა ვიცი რა, ტექსტში არის ორი კაცი, რომელიც ტექსტის მიხედვით ძმები არიან, სადაც ერთმა მეორე უნდა მოკლას და არ კლავს. აი, ოდნავ თუ არის აზროვნება მოწყობილი ისე, რომ წერტილების, აი როგორც თქვი, ამბობდით, წერტილების დაკავშირება შეგიძლია. რა ვიცი ახლა ტექსტში ორი ძმა რო არის და ერთმანეთის მოსაკლავად რო გაიქაჩებიან, ოღონდ არ მოკლავენ. აი რა ცოდნა უნდა ამას, რა გამოცდილება უნდა ამას, რომ მიხვდე რომ ვის გულისხმობს ავტორი. ავი ორი ძმა არის ახლა ქრისტიანობაში ორი ძმა ერთმანეთს რომ მოსაკლავად გაეკაჩა, ოღონდ მოკლეს, ისტორია გასაგები. თან მით უმეტეს ტექსტში შემოდის წვერიანი მოხუცი კაცი, რომელიც მთაში ცხოვრობს და სულიერად ანათლებს კაცობრიობას. რა ვიცი ტექსტი სხვა რამეზე ხო არის ან მეორე პერსონაჟიც ვინც არ კლავს იმისი სახლის აღწერას თუ დააკვირდები და პირდაპირ წერია რომ 64-ის ყური ადგილიაო რა ვიცი რა და მე უცებ აღმოჩნდება რომ ეს ტექსტი იმაზე კი არ არის რომ ვიღაცა გათახსიდებულმა კაცმა მეორე თავისი მეგობრის ცოლი გააუპატიურა არის იმისი რა ქვია ბიბლიური სიუჟეტის გადათამაშება. საერთოდ აკაკი წერეთელი მე ძალიან მიყვარს აკაკი. ვფიქრობ რომ პირველი გენიალური ახალ ლიტერატურაში პირველი გენიალური ავტორია. იმიტომ რომ მას შეუძლია თავის ტექსტებში იმგვარად გადმოიტანოს და გადაათამაშოს ცნობილი სიუჟეტები და ცნობილი, ანუ გამოცდილებაზე აპელირება შეუძლია. მე რო ჩემ სტუდენტებს ვეუბნები რომ ბაშიაჩუკის დასაწყის დააკვირდით მეთქი. ისინი მიყურებენ გაოცებულები. რომ ბაშიაჩუკის დასაწყისი არის ესე, რომ კაცი ზის და დინარეზე მეორე მხარეს უყურებს შავ ცხენზე ამხედრებულ მამაკაცს, რომელიც თავგანწირული მოდის იმისკენ, რა ქვია, დინარისკენ და სამ სექსეთ შეკითხვას, რომ ნეტა ვინ არისო? და ცხენს გაოცდება ადამიანი და არაბულა ქვია. ნუ გასაგები. ხო, რა ვიცი, დინარესთან შავ ცხენზე ამხედრებული კაცი რომ მოდის და მეორე რო უყურებს და კითხულობს ეს ვინ არისო? ამას არ ჭირდება დანტეზი ღრმისეული ცოდნა. ამას ჭირდება უბრალოდ რომ ტვინში ინთებოდეს ანუ უბრალოდ კითხვის მეთოდია. მეტი არაფერი. იმიტომ კიდევ ვიძახი თუ ჩვენ, იმიტომ რომ მე ოღონდ როგორ მიყვება, იცი, სიუჟეტურად ზუსტად მიყვება ბაშიაჩუკი ვეფხისტყაოსანს. უფრო მეტიც ტექსტში თხრობითი ხაზის გაგრძელებით და უკან დაბრუნებითაც კი ზუსტად მიყვება. ერთ-ერთში. და ისა რა ქვია, შეყვარებული რომ ყტარიგონია და სევდიანად რო დადის ტყეში, თავარი პერსონაჟი. რა ვიცი, ახლა რამდენ ქართულ ტექსტში ვიცით ეგრე ხო? სინამდვილეში ჩვენ არ ვლაპარაკობთ ღრმა სიმბოლოებზე, არ ვლაპარაკობთ ცოდნაზე, რომელიც შეიძლება იყოს სპეციფიკური. მე როცა ამას ვლაპარაკობ, რომ სინამდვილეში ქართულ კითხველს მოსწავლეს პირველ რიგში, მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ, უნდა ასწავლონ აი ეს ეგრეთ წოდებული ჯაჭვური აზროვნების ტიპი, რომ დედამიწაზე ხელოვნებაში, არც ლიტერატურაში, არც ვიზუალურ ხელოვნებაში, არც მუსიკაში, არც არსად, საერთოდ არსად არაფერი არ არსებობს, რაც უნიკალურია. იმას ერთადერთის აზრით. მას თუ ის ღირებულია, ყოველთვის ყავს წინაპარი, ყოველთვის ყავს თანამედროვე და ყოველთვის ყავს მემკვიდრე. ქართული ლიტერატურა სინამდვილეში მამაცი ლიტერატურაა. ძალიან მამაცი ლიტერატურაა. და ეს მნიშვნელოვანია. მამაცი რას გვიქვს ხო კარგად? ანუ აი ნოვატორულია. არა, ნოვატორული არ არის. ნოვატორული არის იმ გეოგრაფიულ და ისტორიული კონტექსტისთვის, რომელშიც ის არსებობს.
მაგრამ მას შეუძლია მიუხედავად მისი სიპატარავისა, მიუხედავად მისი ნაკლები ლიტერატურული ტრადიციისა, მას შეუძლია დაისახოს იმგვარი მიზნები და იბრძოლოს იმგვარი მიზნებისთვის, რომელიც წესით მის ძალებს აღემატება და რომელიც წესით იმ კითხველს, რომელიც მას ჰყავს, არაფერში არ ჭირდება, იმიტომ რომ 90% და 95% არასდროს არ გაიგებს. არასდროს უბრალოდ. და მე როცა ამას ლაპარაკობ, ვინმეს კი არ ვაკრიტიკებ. მე ამას იმიტომ ლაპარაკობ, რომ ის ხალხი, ის გენიალური ხალხი ზემწყდება გული. მათ ფანტასტიკურ სიმამაცეზე. და ისინი, აი მაგალითად, კოლონ ნადირაძის 25 თებერვალი. ხო. აი შიგნით რაც იმ კაცს აქვს გაკეთებული. ხო, ნუ ავიცი, აი ჯავახიშვილს რაც აქვს ჯაგოს ხიზნებში გაკეთებული. შენ ახლა უყურე, შენ ამბობ, რომ ნუ ეს გასაგებია ამბობ, რომ მაგალითად არ უნდა ასწავლოს სკოლაში მოსწავლეს, რომ რაღაც არის უნიკალური. და ეგ არ თუ მოსწავლეს, ან ზოგადად მთელი ჩვენი საზოგადოების პრობლემაა, რომ ბევრ ხალხს აქვს ეგ სხვა შეშ მარტო ჩვენი არაა, ჩვენ უბრალოდ ჩვენს ასე გვტკივა და შეგვტკივა გული, ხო ესე? ბევრ ხალხს აქვს თავის უნიკალურობის შესახებ წარმოდგენა, აი ჩვენ უნიკალურობა მათ აქვს განსაკუთრებულობის შესახებ და არა ერთადერთობის. ხო, კი ბატონო, ნუ მე ამ კონტექსტში ხო, მაგრამ ჩვენ გონია რომ ეს რაღაცა არის ერთადერთი. აი ეს შენ კიდე ერთი ნაბიჯი წინ მიდიხარ და ამბობ რომ ანუ ჩვენ ერთადერთობის შეგრძნებას ყო? კი, ერთადერთობის შეგრძნება. გამორჩეულობის, არამედ რომ ერთადერთი ჩვენ ისმენიათ ჩვეულებრივი ქართველისგან ფრაზა რომ ჩვენ უბედური ხალხი ვართ, კაცო, არავინ ჩვენნაირი ნათესავი არ გვყავს დედამიწაზე, აი ბასკებზე ამბობენ და ისინიც არ არიან და არა. აი მე საშინელ მაღაზიანებს ყველაფერი რაც მე საშინელ მაღაზიანებს ტყუილი და სიყალბე. და ნუ მათ შორის ეს ყურით მოთხრეული რაღაც ბასკები არიან ან კულტურა, რომელიც არავის ენათესავება. რა, აი საერთოდ არავის ენათესავება, ბევრი წამიკითხავს, აშენდა და აშენდა. მაგრამ აი თან ჩვენი სურვილი რომ ამტიცოთ რომ უნიკალურები ვართ, ოღონდ ასევე უნიკალური ნათესავები ყავს სადღაც რა, იმიტომ რომ რაღაცა ეჩებერია თამაშობდა. აი რა, მაგას ვერ ხვდები. ანუ ეგ საჭიროა. მეორე მხრივ კულტურა რო აიღო და ეხლა კულტურა ძალიან ხშირად ილექება ორ რაღაცაში რა. სამზარეულოში და ენაში, ნუ პირველ ყოვლისა ენაში. აი ქართული ენა რო აიღო, ანუ დალექილია ზოგი სიტყვა საიდანაა ხადია შეუძლებელია სხვანაირად საიდანაა ხო რაღაცა შეუძლებელია მაგას ვამბობ, მაგრამ ანუ აი ეს რა ეს მართლა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, რომ ხალხო კარგები ვართ, შეიძლება რაღაცა ჩვენი თავი ბუნებრივია, უნდა გვიყვარდეს და სწორია, ანუ ნაციონალიზმის და ერის იდეა ეგ არის, რომ შენი თავი გიყვარდეს და გეყუდნოდეს, მაგრამ ბიჭო არ არის ეს ტყუილებით გაბერვა, ანუ რა მაქვს წაკითხული? შავი ზღვა რო ამოთხარეს ქართველებმა. თეორია. აი მაგალითად ხო შეიძლება რაღაცაზე გაჩერდე. სულხან საბა, ხო, მე მაგაც ზღარ შო გადალახავ იქ აღარასდროს აღარ არის ზღვარი არა. სულხან საბა ორბელიანის სიბრძნეს იცვლისას ვასწავლით სკოლაში. და აი რამდენ ქართველს არა, რამდენ ქართველ მკითხველს სკოლა დამთავრებულს, აი ქვეყანაზე რო დადის. რამდენ ქართველ მკითხველს, კარგ მკითხველს მათ შორის აიქნება წაკითხული სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში. ბრწყინვალე ტექსტი შეიძლება ქართული ლიტერატურული გამოცდილებისათვის იმ ეპოქის რომელშიც იყო მთავარი ტექსტი როგორ წერს ევროპაზე როგორი საქართველო უნდა როგორ ხვდებიან ისინი როგორი პატივისცემით ხვდებიან ჩვენ იმ დღეს რაღაც გადაცემას უსმენდი და ძალიან სწორად ლაპარაკობდნენ ნუ ჩვენ სულხან საბა ორბელიანი ვიცით იმიდან რა ქვია მუხრა მაჯავარიანის ლექსიდან და ამბავი რომელიც იყო ჩვენ რო ვიცით რომ აცდევინეს აუდინეს და ხო და არამის არაფერი არ აუდინეს სხვა ამბავი იყო ეგ სხვა ისტორია მაგრამ ეხლა ჩვენ მის წინგზე ვლაპარაკობთ როგორ აღწერს ევროპას და აი როგორ მე სულ ვიძახი ჩემი მეგობრები რომ მეკითხებია რომ აი რატო იმაშები აი რა გინდა ნუ ისა ხო აი რაღაც არ იქცევა ქვეყანა მე სულ ვუნები რომ მე როცა რაღაცას ვლაპარაკობ და ვაპროტესტებ სულ მახსოვს სულხან საბა ორბელიანი სულ მახსოვს, ოღონდ სულხან საბა ორბელიანის ნატურა მახსოვს. იქ არის ესეთი ეპიზოდი,
ეკლესიაში რაღაც ოქროს ლანგარს უყურებს. და ფიქრობს, რომ აი რა მაგარიაო აქაურობაო, რა მდიდარია, როგორი აყვავებული ქრისტიანობა, როგორი გაფურჩხული. აი ეს ლანგარი რო საქართველოში მქონდესო. ამის ფასად რამხელა ეკლესიას ავაშენებდიო. და მე სუმაგ განცდა, რომ არ შეიძლება 300 წლიანი ნატრა როგორ გადაიყრება წყალში, მე ამას მშვიდად უყურო. უბრალოდ არ არსებობს. ოღონდ რატო არ ვასწავლით ამ ტექსტს? არ გავიგე საბჭოთა კავშირში არ ვასწავლით, იმიტომ რომ ევროპა ცუდი იყო. 23 საუკუნე გავიდა. რა გახდა? აი რა გახდა რა? გააზრება, გადააზრება, არ დააზრება, უამრავი სახელი შეიძლება მოიქონა. აი რა გახდა? და მე სინამდვილეში იმ ადამიანების, ვინც ამ სკოლას დაამთავრებენ, უნივერსიტეტში ისწავლიან, როგორც იქნება, მათ ცნობიერებაში რაღაცნაირად ჩაიბეჭდება, რომ ეს აზროვნება 20 წლის წინ კი არ მოიგონა ვიღაცამ რა, რომ ევროპა გვინდა. სინამდვილეში 300 წლის წინ, ზუსტად 300 წლის წინ ძალიან დიდი, უზარმაზარი, იმ ეპოქის ყველაზე განათლებული და დიდი ქართველი ნატრობდა რაღაცას, რაც და წერია წიგნში ეს, რაც ახლა შენ შეგიძლია, რომ არ ვიცი რა, უბრალოდ ხელი. მან როგორა, იცი, მე საერთოდ მაგაზე ხელი მოქაქნეული იმაზე, რომ ელაპარაკო ადამიანებს იმაზე, რომ ევროპა რაღაც ისტორიული, ცივილიზაციური, არგონავტებზე თუ ოდისეაზე, ილიადაზე და ანაბასისზე და ქსენოფონტაზე და ამ შემდეგ უბრალოდ მაშინაც საბასდროსაც მანტო ცივილიზაციური ერთობა არ იყო. მან იყო ძიება იმ გამოსავლის, რა თქმა უნდა, ერთობა საერთოდ არ იყო. უკეთესი ცხოვრების ძიება იყო. ეხლა ძიებია. ეხლა უკეთესი ცხოვრების ძიება არის. რა ის ოქროს ლანგარასაც შენ ახსენებ რა, ეს უკეთესი ცხოვრებაა უბრალოდ რა. ხო, უკეთესი ცხოვრებაა. ოღონდ უყურეთ, თუ მე-19 საუკუნის დასაწყისში გავიგე რომ რუსეთის გავლით, მაგრამ მე-19 საუკუნის დასაწყისში მათ შორის საბას გამოცდილებით, მათ შორის იმ რაღაცა ევროპელი მისიონერების გამოცდილებით, რა ვიცი, რა მნიშვნელობა. თუ რო არ ყოფილიყო ყველაზე დიდი ქართული პოემა, ბოლო პოემა, სადაც ქართული ლიტერატურა გაჩერდა, იმის აქეთ აღარ არის, იქნებოდა რძალდედამთილიანი. და ბესიკი კარგი პოეტია ქართული მასშტაბით. ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ რძალდედამთილიანის მერე ბაჟაფშაველა არ იბადება. ნოჰო. არ მოდის და ალექსანდრე ყაზბეგი არ მოდის. და ნიკოლოზ ბარათაშვილი არ მოდის. ნიკოლოზ ბარათაშვილი ბესიკის კითხვით არ გამხდარა ნიკოლოზ ბარათაშვილი. სხვა რამით გახდა. ხო, ლიტერატურაში გავლენები აუცილებელია, მაგრამ და შესაბამისად ჩვენი ლიტერატურა არის უბრალოდ, ლაპარაკი არის იმთავითვი ალბათ, მაგრამ მე ლაპარაკობ ახლა ეს ბოლო 200 წელი, 200 წელი, ხო? უბრალოდ არ იარსებებს. აი ყველაფრის წაშლა, ყველაფრის გადაყრა მოგვიწევს დაწვა. თუ გვინდა რომ ვიპოვოთ ტექსტები, რომელშიც ევროპული გამოცდილება არ იქნება, იმიტომ რომ ეს ადამიანები, ვინც წერდნენ ჯერ კიდე, მაშინ ეს ადამიანი ყველა წავიდა, ყველა მისწავლა. ეგნატე ნინოშვილიც კი საფრანგეთში. ხო, მე უარის გეტყვი, ყურე რაშია პრობლემა. რომც გითხრან, რომ ვიღაცაზე იყო რუსული ლიტერატურის გავლენა, რუსული ლიტერატურას ცხადია, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძე ის იმას არ გაქცევია, გასაკვირველია. ილია ჭავჭავაძე მოთხრობას რო წერს, რუსული ლიტერატურიდან სწავლობს როგორ დაწეროს მოთხრობა, იმიტომ რომ იქამდე არასდროს ქართულ სახელმწიფოს არ დაუწერია. ვიღაცამ რომ კრილოვიდან ისწავლოს იგავარაკების წერა, კრილოვმა ლაფონტენისგან ისწავლა, ლაფონტენი ეზოპესთან მივიდა, ანუ მაინც აქ მოდიხარ, გაიგე? რა თქმა უნდა. ზუსტად მაგაზია ლაპარაკი. და მე ჩემს სტუდენტებს რო ველაპარაკები, რომ აი დანტე ალიგი ყველაზე გავლენიანი ავტორი ქართული ლიტერატურისთვის არიან დანტე ალიგიერი. ისეთ ტექსტებში შეიძლება იყოს ამდენი ალუზია დანტე და ზარმაზარი, ავტორის გახსენება გაგიჭირდებათ, რომელმაც დანტეს არ მიაკითხა. დიონისოს ღიმილს ჩვენ ხო არ ვასწავლით, რა თქმა უნდა. ტექსტ დიონისოს ღიმილი რატო ქვია და მე რეფრენი რატო აქვს ის, რომელიც აქვს?
მე ამ გონია დანტეს საერთოდ სოფლიო ლიტერატურა ისწავლება ხა არ ვიცი. და სოფლიო ლიტერატურა აღარ ისწავლება. ქიმია რო ვისწავლოთ, მარტო ქართველი ქიმიკოსებით ხომ მაგარი იქნება? არა, არ გამოვა. ფიზიკა რო ვისწავლოთ, მარტო ქართველი ფიზიკოსი. მაშინ ლიტერატურა რო ვისწავლოთ, მარტო ქართველი ლიტერატურა. მართლა აღარ შემიძლია, სერიოზული ლიტერატურის კითხვა არ შემიძლია, იმიტომ რომ აი ჩემი საფიქრალი მეყოფა და მინდა აი წავიკითხო ფენტეზი. მინდა წავიკითხო ზღაპარი იმის შესახებ, როგორ ებრძვის დეინერის ტარგარიენი ვიღაცას რა, ანუ სიტყვაზე ჯორჯ მარტინი და პოლ ნელწევი, რობერტ ვეგნერი და რაღაც ეგეთებს ვკითხულობ, იმიტომ რომ ისედაც რეალობა არ მაკლია სიტყვაზე რა, ბედკრულ სამშობლოში. მაგრამ ლიტერატურა გიხმარება იაზრუნა ადამიანს რა, ანუ გიზრდის თვალსაჩინოს და ნუ ახლა აუცილებელი ახლა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს და სკოლაში სოფლიო ლიტერატურას უნდა ისწავლებოდეს ყველა ვარიანტში რა. არა თუ კავშირების დანახვა. კონტექსტი და ეგ იყო და სინამდვილეში წიგნებში ახლაც არის დარჩენილი. ოღონდ ქართული სკოლა ხო როგორ არის მოწყობილი, რომ იმეს რა ქვია, მასწავლებელმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა. ხო, კაი. მაგრამ მასწავლებლებში, აი მე სულ მაკითხვა, რამდენად გვიჭირს თქვა მასწავლებელთა კორპუსში, ესე რომ თქვა. ამბავი არის ეგრე. ჩვენ გჭირდება 60,000 თუ 62,000 მასწავლებელი. 62,000 მასწავლებელი. ჯამში, ქართულის არა, ჯამში. ყველა მასწავლებელი? ყველა. კი ბატონო. როგორ წარმოგიდგენიათ, ფიზიკურად შესაძლებელია ნებისმიერ ნებისმიერ საქმიანობაში 62,000 თუნდაც საშუალო პროფესიონალის პოვნა. ნაკლებს თუ მოიპარავენ. შეუძლებელია. დედამიწაზე ვერავინ ვერ მოახერხებს, რომ ვერც ერთი ზომის ქვეყანა საქართველოზე არ არის ლაპარაკი, რომ 60,000 პროფესიონალი ყავდეს თავის საქმის. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ საზოგადოებამ, მათ შორის მთავრობამ, ხელისუფლებამ, სამინისტრომ უნდა შექმნას ალტერნატიული რესურსები. იმისათვის, რომ შეიქმნას ფონი, ამაზე ავიცი, ყველა ქვეყანაში, ყველა მიცის ეს. ჩემ ცხოვრება ეგრე დალაგდა, რომ თეთრზე ვლაპარაკობ, რომ თეთრია. ნოგეშინია ეგეთი სიტუაცია. მე ზოგჯერ მინდა რომ ყველაფერზე ხელები ჩავიკიდო, იმიტომ რომ 2+2 უდრის 4-ს ამდენჯერ უნდა თქვა. ეს რომ თუ შეიქმნება სკოლას აქ ერთი უცნაური თვისება. საშუალოზე დაბალი დონის მასწავლებელს შეუძლია სრულიად ფანტასტიკური მოსწავლე გამოუშვას. თუ ისა რა ქვია, თუ სისტემა იქნება გამართული. ნუ კი ბატონო, ასე ვიქ. იმიტომ რომ და არაერთეულ აქ არ ლაპარაკი გენიოსებზე და იმაზე რა ქვია, ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებსაც აზროვნების ელემენტარული უნარები ექნებათ. სრულიად ელემენტარული. იმიტომ რომ იდე ვიძახი, აი დანტეს აი ყველაზე ციტირებადი ავტორი არის დანტე ქართულ ლიტერატურაში. ყველაზე. მე ჩემს სტუდენტებს ვასწავლი, რომ მაგალითად შერეკილები ძალიან ცნობილი ფილმი და ასევე ცნობილი წიგნი. დანტე და ვერგილიუსია. რასაკვირველია. და ამაზე ტექსტში არაერთხელ არის ნათქვამი და ყველა სიმბოლო გამოყენებულია. და ისეთი თამაშებია შიგნით, რომ მე ქართველი ბავშვი რო უყურებს იმას, ის კი არ იქნება და წაიკითხავს იმას, ის კი არ იქნება სასაცილო, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, რომ ვიღაცა ინერულად უქცევს. სასაცილო იქნება როგორც ბრიგადზე აღარ იქნება ისა თავი. და იქ გათამაშებები გაცილებით ღრმა არის. იმდენად ღრმა არის, რომ მეხსიერების ცნობილი იდეაც, რომელიც დანტესთან ძალიან მნიშვნელოვანია, აქ შეიძლება უბრალოდ ესე იყოს თქმული, რომ აქედან ვერ წაშლი. და სინამდვილეში ავტორის გენიალურობა მდგომარეობს იმაში, როგორ შეუძლია ითამაშოს დანტეთი და დაწეროს თავისი ტექსტი. და არა იმაში, რომ ვიღაცა ორი ქუთაისელი შეხვდა ერთმანეთს. ხო, და ჩვენთან მაინც უფრო კინოც და არიადნა შენგელაია. და კინოში ფილმში კიდევ უარესად არის გაკეთებული. კი, კიდევ უარესად არის. არა, დადებითი კონტექსტით ვამბობ. კიდევ უფროა დაახლოებული დანტესთან. მაგას სრულიად დაახლოებულია. ის ეპიზოდები, რომელიც ტექსტში შეიძლება უბრალოდ ხრობის ნაწილი იყოს, აქ მთლიანად გაფილტრულია. და მხოლოდ დანტეს ხაზია დატოვებული. ხო, მაინც ვიზუალური ხელოვნებადაც ცდები რა მაგ ხაზს ჩემიათ რა. ხო, უბრალოდ ამბავი არის ეგრე, რომ ტექსტი რო იმას შვება, რა ქვია, ტექსტი რო გეუბნება, რომ ქვესკნელში ჩაგდებული ორი კაცი, ერთი უფროსი, მეორე უმცროსი, რომელიდანაც ერთმა არაფერი არ იცის და მეორემ უნდა ასწავლოს და იქ შეყვარებული, რომელიც არის, ოღონდ დიდებული თამაშებია.
თავი პერსონაჟი, რომელიც ნაშება რა ქვია, ვაშლი მიმაქო გასაყიდადო ეუნება და ეს ხო ის არ არის კაცო, გორში ხო არ ხდება მოქმედება. ვაშლი რატომი აქ იმ ქალს გასაყიდად? რატომი აქ ვაშლი? თან კაი რამეა რა. ის ქალი ცნობილია თავისი სპეციფიკური საქციელით, ქმრის ღალატით და ვაშლი მე აქ გასაყიდად. და მისი ქმარი მოდის და ეუბნება რომ იქო შენი ვაშლი ვის რა თუნდა თავისი ცხადია და მისი ქმარი რომელიც კარტოფილის სტომრით მოდის და თუ კარტოფილი ვიცით რას ნიშნავს სრულიად ცხადია ის კაცი ვინ არის რომელიც თან მემანქანია და რომელიც გენიალურ მას რა ქვია გენიალურ ბარათს უგზავნის ხო ტელეგრამას რომ ჭხერიმელა ადიდნავ დგავართ და ტელეგრამა იქიდან ჭხერიმელა ადიდნავ დგავართ და მე შენ შეგიძლია იცინო იმაზე რა შეიძლება ნიშნავდეს ტექსტში ჭხერიმელა თუ ეს კაცი ის კაცია რომელსაც კარტოფილი მოაქვს ტომრით და მატარებლის მემანქანია ანუ გზავრები გადაყავს ხო ქალო ხო და ოღონდ ქართულ ლიტერატურაში ეს ურიცხვია მე ეგრეთ წოდებულ მეორე ხარისხოვან მწერლებთანაც კი რეგიონებით ვისაც არ ეზარება ყველა მიდის დანტესთან დატო თოშკია საერთოდ ეგრე იწყება დათას ამბავი პირდაპირ დანტედან ეპიზოდი არის გადმოტანილი ჩასმული არის აქ და ეგრე იწყება რომ ავტორმა გაგაფრთხილოს რომ შემთხვევით სხვა რამე არ იფიქრო ეს კაცი სადაც დადის ის ადგილი ჯოჯოხეთია მორჩა გაჩერდი აბა ეპიზოდი თუ პაულოს და ფრანჩესკას ეპიზოდი არის გადმოტანილი პაულოს და ფრანჩესკას ეპიზოდი არის პირდაპირ გადმოტანილი ტახტზე მიწოლით სასიყვარულო პოეზიის კითხვით მისი რა ქვია იქ ქმარმა შემოუსწრო აქ ძმამ რა მნიშვნელობა აქვს დუელით ოღონდ ერთი იღუპება და მეორე არა და მე ეს გადის ტყეში და ახლა მისი რა ქვია კონსტანტინე გამსახურდია თავის რომანში რომ დაწერს რომ ტაია შეიძლება ჩემი ცხოვრების შუა გზაზე შემომაღამდაო ნოხა გასაგებია. ახლა გასაგებია რომ ტაია შეიძლება ვინ შეიძლება იყოს. მეცო კამინო რაღაც. გასაგებია. ანუ ქართული ლიტერატურა ამიტომ არის ლამაზი. ქართული ლიტერატურაში გავიგე რომ გოეთე არ აქვს, გავიგე რომ ჰიუგო არ აქვს, გავიგე რომ ჰომეროსი არ აქვს, მაგრამ ქართული ლიტერატურას აქვს თავისი ხიბლი, დიდი ლამაზი ხიბლი. რომელსაც და უბრალოდ ამბავი არის რომ მე როცა ვლაპარაკობ, არ მინდა რომ ეს ხიბლი იყოს დარჩენილი რამდენიმე პროფესიონალისტვის და რამდენიმე მკითხველისთვის. და ავტორები არ ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ეს კაცი აბრაგია და უიმე როგორი მეებს იღებს, გაქვია რა კარგ გადაწყვეტილებებს იღებს და იმან შვილი მოკლა და რა სწორი იყო, იქ რაღაცა იმას ხნა რა ქვია, ვიღაცა ხო ხალი არ მოაჭრა და ხო აი რა кай კაც. ანუ ეგ-ეგრე არ დაიყვანება. რომ ეს ხალხი გაცილებით უფრო ჭკვიანები, გაცილებით უფრო ნიჭიერები, გაცილებით უფრო ფართოგონების მქონენი იყვნენ და არიან, ვიდრე ჩვენ როგორც ქართულ მკითხველს წარმოგვიდგენია. და მე ხარ როგორც ქართულ მკითხველი ვთვლი, რომ უსამართლობაა. იმ ხალხის მიმართ და რა ვიცი, ჩვენ თვითონ ძალით რატო უნდა ვიღატაკებდეთ თავს? ნუ ეგ ყოფილი გასაგები უბრალოდ როგორ არის იმდენ ფუნდამენტურ რაღაცებზე გაიც ამ პრობლემის გამოსწორების გზები რომ ამით შეიძლება ესე დარჩე ერთ ადამიანი რომელიც დარჩენია ცოტა ხალხი უბრალოდ ამბავი არის ეგრე რომ აზროვნების პროცესი და ევროპა თუ იქნებით მოვა ეგსაც წავა დიდი მადლობა საუბრისათვის პირადად ჩემთვის ბევრი ახალი რაღაცა გავიგე. აუცილებლად კიდე მინდა მოგიწვიო, რომ გავაპარაკოთ სხვა თემებზე, მათ შორის ძალიან მინდა ლაპარაკი, აი სახვითი ხელოვნებაზე, მათ შორის ქართულ სახვითი ხელოვნებაზე და შენ გიყვარს სამხრეთ ამერიკული ლიტერატურა რა. მე მიყვარს სამხრეთ ამერიკა. და ნუ მეტნაკლებად ლიტერატურასთან რაღაც ამაზეც მინდა მესაუბრა. კარგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. რაც შეეხება სმენელს გამოყვებით ჩვენს YouTube პლატფორმაზე. მისმინე, ასევე სოციალურ ქსელებში გამოიწერეთ ჩვენი არხი. დიდი მადლობა.